მოგვითხრა რატო ხარ აქ? დასაკეთებ ხარ? აქ ვარ იმიტომ რომ აიზონიდან სკოლიდან გამოგვაძევეს. ამჟამად ვიყოფებით აეროპორტში გადავფრინეთ ვეგაში და დავიწყოთ ჩვენი მეორე ეტაპი ჩვენი ცხოვრების, რომელიც არის დაახლოებით 6 თვე გაგრძელდა ვეგაში. ხო? დაახლოებით მასე გაგრძელდა. მოკლედ ეხა მართა ვეგაში ჩავალთ. იქ დაგელაპარაკებით ზოს, განახებთ ყველაფერს რა როგორი იყო. ანუ კაი ისტორია გადახვდა ვეგაში, კაი თავგადასავალი რო იყო მოკლედ ისე თქვა. ეს ადრე იმდენ წამოთ რაღაც საქმეები აქვს. მოვაგვარეთ საქმეს და უკან მოვდივართ ესე 11 საათზე, არის 6 საათი, 7 საათზე გავფრინებით, 8-ზე იქ ვიქნებით, რუსთვის ესე ვიქნებით, იმიტომ რომ მოსაცდელი ისა ესა. ჩვენ ვართ ერთი დღეს 5-6-ისკენ ჩავნოთ სახლში. ლექციაზე მოვასწრებ, ზუსტად ჩემ ლექციაზე წავაპირდები. დროით მოკლედ ჩამოვედით ახლა, გამოვედით ძვლის აეროპორტიდან როგორც ყოველთვის ამ ადამიანმა იქირავა ტესლა, იმიტომ რომ უყვარს ეს მანქანა რა ჩანს ვერელევა. ადვილი არის ამის ანუ ტარება და მაგით ახლა ზოგი მანქანა ხო იცი აქ ახლა საქმე ალბათ არც ის კარგი მანქანები არის რა და ნუ სუპერკარს ესე დილადენ არავინ არ მოგვიყვანდა ახლა აქ. ყველაფერი ჩვენთვის ვეგაში ჩამოვედი დაიწყო ამ აეროპორტის საიდან ხა გამოვედით. მოკლედ როგორც მოგახსენეთ წინაზე რომ ვიყავით ავტობუსის გაჩერებაზე და რო არ გვინდა რომ მოკვდარიყავით, მაგიტომაც წამოვედით თვითფრინავით და რო ჩამოვედით აქ დაგხვდა ჩვენი host family ესე ანუ ოჯახი რა ვისაც უნდა გვეცხოვრა და ყველაფერი და ანუ ჩვენი host family როგორ გითხრა შენაცვლებელი იმიტომ რომ ხო ახსოვთ რო თქვი ვიდეოში ჩვენ ვისაც ვცხოვრით იმათ ოჯახს ანუ იმ კაცს დიმიტრის იმპაქტი დაემართა და თავის ასისტენტს თხოვეს რომ თუ შეგვიძლია მოეხარა ჩვენთვის 20 თვიდან არ ეცალათ და მაგას შეხვდით. მაგა იქ დახვდა აეროპორტში და მე დაიწყავით ერთი აბათ რამდენიმე მითხრა ჩემოდანი ესე ყველაფერი გქონდა და ეს გოგო დახვდა პატარა მინი კუპერით. ჯერ თავიდან რომ დაგვინახა ანუ ცოტა მაღლები ხო ვართ ეხა ჩვენ რაღაც ესა ისა თან ამდენი ჩემოდანი გაგიჟდა რომ ამდენ რაღაცას ვერ ჩავატევო. მე ისე მოხდა რომ რაღაცნაირად ამის პატარა მინი კუპერში ყველაფერი ჩავატეთ, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვეტეოდით. მარტო წინ დაждებული შენი. ხო, შაკომ ტაქსი გამოიძახა რომ ტაქსი წამოვალო მეო და მე ისე მოხდა მე ვალაგებდი და ანუ მე მოგომითხა რომ ანუ თუნდაც შენთან წამოდი, თუნდაც შაკოსთან წადიო და მეთქი კაი შენთან წამოვალ მეთქი. მაგრამ რო ჩავატეთ ეს ყველაფერი ანუ აღარ ვეტეოდი მე. მე გავეკიდე შაკოს. შაკო მეორე სართულზე იყო ასული და ზევით რო ავედი რა გამოხდა? აღარ იყო შაკო. მე რა ვქენი ქვევით ჩამოვედი, ქვევით ჩამოვედი ეს გოგოს წასული იყო. მოხდა ისე რომ დავრჩი აეროპორტში მარტო, არანაირი სერვისი არ მქონდა, არანაირი არაფერი არ მიმუშავებდა საერთოდ. და ტელეფონი ხო აგვიჩი შესიმათ ხო? ხო, 13 დღეს ტელეფონიც მიჯდებოდა და დაახლოებით ესე 1 საათი, საათნახევარი სანამ ესენი წავიდნენ სახლში, მე სანამ ანუ ამათმა როგორ მოხდა ვაფშე შენ და იმის ამბავი. ხო, ანუ ეგ იყო მაგარი სასაცილო იყო, იმიტომ რომ მივედი მე იმასთან სახლში. ის იყო პირველი მივიდა, იმიტომ Uber-ი ხო იცი ტაქსი სულ გზადიან ისა ესა და მივედი სახლში და მეთქი მეგონა გიორგი უკვე შესული იყო სახლში ყველაფერი ხო არ მეკითხება და ის მეკითხება შეიძლება სად არისო მეთქი მაგრამ ხო რომ მეთქი რა ძალიან სასაცილო ხარ მეთქი რა ხოვაზე ხარ და არა მართლა ეკითხებს სად არისო მე მეთქი კაი ასლაპარაკო მეთქი და უცად თუმე ისე მოხდა რომ გიორგი არ ყოფილა სახლში და წნევამ დამარტყა თავში სისხლი ჩამექცა რავი ყველაფერი და რავი კიდე აი შენ მაინც ჭკენად მოიქეცი და ფეხი არ მოიცვალე იმ ადგილიდან სადაც დაახტოვეთ კი და მე რავი მე რაც ამას ტექსტები ვწერე მე ტელეფონზე რაც ამ ლამაზ სიტყვები სანამ ეს მოვიდა რაღაც ესა ის მაგრამ ეგრე დაიწყო და ბინავდით სამწუხაროდ იმ გოგოს არანაირი საწოლი არ ქონდა არაფერი მოგვიწია ერთი დაახლოებით ერთი კვირა იატაკზე ძილი ისე თავის პიანოს ოთახში კი რაღაცა ესე პიანოს ოთახი იყო და ესე უბრალოდ დაიმართა ორი ადამიანი დასაწოლი იყო და მეტი არაფერი რა ძირს გაფენილი ესე იყო და ეგრე დაიწყო ჩვენი ისტორია ეხლა მივდივართ სკოლისკენ რომელმაც გადაგვარჩინა ჩემი ვიდეოს ნახვის მერე ამ ადამიანებმა ქვეს რომ ყველა ადამიანი შესაძლოა უშვებს თავის ცხოვრებაშიო და საბედნიეროდ ამათმა შეგვიფარეს ეხლა მივდივართ რომ უბრალოდ გავიხსენოთ ეს ჩვენი ნოსტალგიები აკავშირებს ამ სკოლასთან ძალიან ბევრი რაღაცა არის და კაი ხანი არ ყოფილვართ წესზე ერთი ორჯერ ჩამოვედა ნახეთ ხა დირექტორიც ისა ეხლა წავალე განახებთ აი ესეთი არის ჩვენი სკოლა აქ გადავიღოთ ეხლა ფოტო იქნება ჩვენს განახებთ გადაღებული გქაქ შაკომოცა დაამთავრა სკოლა სკოლა იყო
რამაც გადაგვარჩინა და მეორე შანსი მოგცა რომ ცხოვრება დაგვეწყო ამერიკაში და აქ ეს სკოლა დავამთავრე მე ზუსტად გიორგი მესარ დავამთავრე იმიტომ რომ კალიფორნიაში მოვიწე გადასვლა და მაგიტომ ვერ დავამთავრე გიორგი მესარ სკოლა მაგრამ უმაგრესი სკოლა არის ყველაფერი აქ დაიწყო დაჟე იცი რა მოხდა აქ ან არიზონიდან რო ჩამოვედით ხო აქ წყაბურც ვარჯიშე გუნდში ჩავიწყე ყველაფერი და თავი გავიტეხე შემთხვევით და აქ ლეიკოპლასტი მეკრაი აქ ესე და ამ სკოლაში მოვედი ეს არის მორმონების სკოლა ძალიან ქრისტიანული სკოლა არის რაღაცა ისა და თამან სარწმუნოება აქვს და რაღაცები და აქ სკოლაში მოვედი თავგადაპარსული მოვედი ლეიკოპლასტით ისა ესა და ხალხს ვიგოთ კრიმინალები ვიგოთ მე და ეს თან ყველა მიცოდა უკვე სკოლაში რომ ანუ ვიდეო მე მგონი ყველას ხონდა ნახე ვიდეო ხო და ძალიან ბავშვები შეშინებულები ვიყოდნენ ზოგს არ გაუსწორა ჩვენ ჩამოსვლა აქ შეეშინა და ეგ ამოვიყო ერთი ისიც იყო რომ ჩვენ ვისთანაც ვიყავით ოჯახში რა მაგათი შვილი დადიოდა აქ და ხანახა ყველას კრიმინალი რო ვეგონე და რაღაც ეს ბავშვი ყველას ემუქრებოდა დავალებასა გადამაწენებ რაღაც ესა ისაო ჩემს ვეტყიო და ცემენ და რაღაცა ისინი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა ჩვენზე აი გადავირიე ჩვენ თავს და მე დირექტორმა დაგვიბარა სამწუხაროდ თავის ოთახში მაგრამ ვითხარო ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით და ეს ყველაფერი ამ ბავშვის ხრიკები იყო და ამიტომაც რამოდენიმე ეგეთ შემთხვევაში შეგვგონით ხო კიდე ის იყო ხოლმე მათემატიკის მასწავლებლის ტესტი რო ქონდა ხოლმე რა ანუ პასუხები ედო მაგიდის ქვეშ და შაკო გაიტყობდა ხოლმე შაკო შენ გაიტყო მე უბრალოდ ხო ვეთამაშებოდი ხოლმე კაბუს და რაღაცას და ამ დრო შაკო შეძრობოდა ხოლმე მაგის ოთახში და რაღაცა იმებს მოიპარა პასუხებს და რაღაცა და მე იმკაც ვაგებინებდი ცოტა თავიცურად არ ეგზნო მაგრამ ბავშვებო ეს არ გაიმეორეთ ეგ არაა კაი ანუ ისწავლეთ ჯობია ისწავლოთ ვიდრე ეგეთ რაღაცა ხიზანიშვილიძების ხრიკები იყო უბრალოდ ცნაური ბავშვები ვიყავთ და ეგეთ რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე რა და მაგით ამან ხალხ მათემატიკა ინგლისური მაშხო გვიჭირდა და არ გვესმოდა უმეტესად რაღაცეები რა ეს სინუსი და რაღაცეები არა ძალიან ძნელი იყო ანუ ვაფშე ისეთი ამბავი იყო რომ აი ძლივ სწავლობდით მართა ისე ვიყავი და რაღაცა ხრიკების აკეთება მოგვიწია რომ გადაგველახა აქ სკოლა ეგეთ ფიზიკა გახსოვს იმიტომ რომ ამ დროს იმ პერიოდში ვიყავით რომ მაინც ენის ბარიერი მაინც ქონდა და გვიჭირდა ხოლმე მაინც სწავლა მაგრამ მე წყალბურთი იყო რითაც მხიარულობდით აქ გვისწორდებოდა ძალიან მაგარი ამბავი იყო თაკი ისე რომ სკოლა უშავდა და არ ქონდა ხოლმე რა უშავდა და რაღაც ამათი რელიგიური რაღაც ამბავი იყო ეხლა ვიყავით ჩვენ სკოლაში და ჩვენი პრინციპალი ნახეთ და გაიხსნა ჩვენი გიჟური მომენტები ამ სკოლაში გაუხარა ძალიან თან ამისი შვილი იყო ჩემი კლასელი და ეხლა მეთქვა ქორწილიაქო ამ კვირაშიო კი კაი არ დაგვაჭირე თუ რა ჩაოსლები აღარ ვიყავი ისე დაცხა ეხლა მაგრამ ძალიან ანუ კაი ხალხი არიან ისე გამოიყვება ის კაცი როგორიც იყო ვაფშე არავინ არ შეცვლა საერთოდ ანუ მაგაში შეიძლება არა როცა ახსო ხარ შენ სკოლაში ესე კარგად იმიტომ რომ ცუდი ბავშვები შტავეჭრები გადმოვიდით აქ მაგრამ ანუ ყველაფერი ისე გავაკეთე ისე მოხდა რომ ძალიან კარგად ვიქცეოთ ყველას ვეხმარებოდით ყველაფერში ისა ესა და კარგად დავამახსოვრით რა ყველას ესე ზაგერი დაღლილი ეხლა სტარბაქსში გავჩერით 2 წუთით რაღაც რა დავლიოთ. რას ვიქე ბაბა? როგორი იყო შენი შეგზება სკოლაში მისვლა 8 ამდენი წლის მერე 6 წლის მერე 7 წლის მერე ხო? 19 მერე არ ყოფილვარ ხო? კაი იყო რაღაც ცოტა უცნაური შეგზნება იყო, მაგრამ კაი იყო იმის გამო რომ მაინც აი ხალხს რო იცნობდი აქ და ეხლა რომ მიდივარ და შეგვიძლია რაღაცა ისეთი რაღაცები შევთავაზო რომ ბიზნესთან დაკავშირებით ამ სკოლასთან რაღაცებზე ეთება შეიძლება და ეგ გამისწორდა ყველაზე მეტად რომ ანუ აი მივედით რაღაც დაველაპარაკეთ და ანუ ძალიან თბილად მიგვიღეს ამ ხალხმა გვიხეს რომ კიო გახსენები ვართ რაღაც შემოთავაზება და რაც შევთავაზეთ და გავიხსენეთ კარგი დროები რო ვიცუღულოთ რაღაც ესა ისე ეგეთი რაღაცეები და ანუ ეგაა კაი რომ ყოველს მაგაზინში თუ რაღაც ადგილას სადაც ხართ ანუ ამერიკაში მithmes ნამყოფი და კარგი მოგონებები გაკავშირებთ მაგათთან და შეგიძლიათ რომ რამე ბიზნესი შესთავაზოთ გააკეთეთ აუცილებლად იმიტომ რომ აი ეხა ჩვენ რომ მივედით ეხა აი შაკო შენს კი ახლა ამ კათა რომ მივედით მაგრა გაუხარ და ძალიან რომ მივედით რა ხო და გაგვიხსენა უცებ გაგვიხსენა ეგრევე გაგვიხსენა ეხა იმიტომ რომ არ მგონი ეხა ბევრი ქართველი ისინი მიდიოდნენ მაგ სკოლაში რავში საერთოდ ჩვენ გადაიძება არც არ ყოფილიყო მაგ სკოლაში და უი თქვენ რომ ხო მოვუყევით ჩვენ შესახებ ჩვენი არხის მივეცით ყველაფერი რაღაც და ძალიან გაუხარდა და მაინც მე ყველაზე ის გამიხარდა რომ მაინც შეგვიძლია ამ ხალხთან ბიზნესის გაკეთება თუ მოგვინდა რა ეგაა ყველაზე მაგარი ნაწილი და მაგაზე ველაპარაკეთ უმეტესად რა ანუ იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველთვის მაინც ეგაა ყოველთვის ბიზნესია ყოველთვის პირველ რიგში მოკლედ ჩვენ სკოლაში წაიყვანეთ განახეთ რა და როგორ იყო ანუ უბრალოდ აღარ დაგვიღია რომ ამიტომ ახლა სკოლის პერიოდი იყო რა ისეთ დროს მეც რომ ბავშვები სწავლობდნენ და აღარ გადამიღია მაინც ეგ სკოლა დავამთავრე მე 2018 წლის მაისში Boy made it from the hood, boy. ძალიან ბევრი პრობლემაც ქონდა, იმიტომ რომ აგვერია სისტემა არ ვიცოდით უნივერსიტეტის სისტემა როგორ მუშაობდა ამერიკაში. არავინ არ გითხრა როგორ მუშაობდა და ჩვენ მეგონა რომ აქ სისტემა იყო როგორც საქართველოში არა, ანუ სკოლას მორჩევ და მე გააწყვეტა თუ როგორ ჩააბარო უნივერსიტეტში. და მან დავიჭერით, იმიტომ რომ ყველა მეკითხება სამი ხარ მეთქი არ ვიცი ჯერ აზრზე ვარ, ანუ დავთვალე მე გააწყვეტა მეთქი. და ბევრს უკვირდა ეგ. ძალიან უკვირდა თან რა და ანუ მეთქი ანუ
მე დრო მოვიდა და მე მითხეს რომ აპრილში უკვე რა უკვე სკოლებს უკვე მიღებული ყავ თავიანთი მოთამაშეები, მოსწავლეები და ფინანსება გაცემული ყველაფერი და მე დავიწყეს უნივერსიტეტის მიწა ტრენერებისთვის რომ მეთქი ესა და ესა მეთქი მოთამაშე ვარ, მითამაშე კარგად ესა ჩემი ვიდეოები ისა და დაფინანსებას ვეძებ მეთქი უნივერსიტეტში. ყველასგან იგივე პასუხი მივიღე რომ ბოდიში გაფინანსება გაცემული აქვს უმეტესად ყველაფერი და თუ გინდა იქ წელს შეავსე თავიდან და მეთქი დავიბენი ხო ხვდები რომ ხა ახლა ფული ჩავე ჩვენ განათლებაში რომ სკოლაში აგვეწავა და უცებ და უნივერსიტეტში ვერ ვაბარებ აქ და წავედ თბილისში. დავიწყე რაღაცა უნივერსიტეტების ძებნა, მე რაღაცა კოლეჯები ვიპოვე რაღაცა ისა ეს და ბოლოს არჩევანი ავარჩიე ერთ-ერთ კოლეჯზე, აიტაბიჩზე რომელსაც ჩავიწყე მე. მაგრამ იმას ვეთყოდი რომ აქ სკოლაში ძალიან დიდი პრობლემები მქონდა აქაც, ანუ კულტურულობის განსხვავების გამო. კიდე იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ამერიკელი ბავშვების გაგება, იმიტომ რომ ამათ სხვანაირი ხუმრობებია, უბრალოდ დედაზე ხუმრობები ძალიან ბევრია, ჩოლობრივი ამბავია. რაც ჩვენ ანუ არ გვსიამოვნებს და ვიღაცას რამე რო თქვა ეგრევე მოხდებოდა 1-2 გვერდიდან. აი თოფურიას კომო 1-2 ეგეთი რაღაცა მოხდებოდა რა. და კიდე იმას დავამატებ რომ ანუ ჩვენ სკოლაში ხა პრობლემა არ ქონია ამ სკოლაში, იმიტომ რომ კარგად ვიქცეოდით ყველაფერი, კარგად ვსწავლობდით. ბოლოდ ერთხელ გავიშალეთ, იმიტომ რომ ჩვენმა პატარა იმან რა host families ძმამ ანუ ბავშვები შეაშინა რომ თუ არ გადამეწვენ დავალებას, როგორც გიომ თქვა რა. თუ გადამეწვენ დავალებას, რომ ამათ ვაცემებთ თქვენ თავს და იმათ ეკრება ჩვენ მაშინით ბავშვებს რაღაცები და მე იმ ბავშვს აი მაგრად მოვადე ერთი რა, იმიტომ რომ მაგ დღეს ზუსტად ვიღაცას ააცალა, თავის საჭმელი ააცალა, რომ მომეც ეგენი ამათნო წავუღო. და რომ დავინახე, გადავიზღე და ისეთი ჩავარტყი ფეხში მაგ სემს. აი, ეგეთი ჩემი არავის არ ჩამეტყია საერთოდ რა. გახსოვს ეგ მომენტი? მახსოვს კი. აი იყო მომენტი და მე დამაფიქრე რაღაცეება რომ ანუ როგორ ვიყავდნენ სხვები რომ ანუ არავი ყოველს ვაინტერესებით ვინები ვიყავთ იმიტომ რომ ორი ძმა ჩამოვედი ქართულ ლაპარაკობთ თან ორიოს გააპარსული თავები ქონდა თან ყოველდღე შალაკოს უნდა დადით სკოლაში ეგეთი წესი ქონდა აქ რომ შალაკოსობით ყოფილიყავით ყოველთვის წვერები გააპარსული ანუ ყველაფერი რა ანუ მოწესრიგებულები და აქ წყალბურთებს დავდიოდით მე წყალბურთებს პრობლემები შეგვიქნა რაღაც გაუგებრობის გამო კულტურული განსხვავების გამო ეგეც ბავშვებთან იმიტომ რომ ვერ გავიკვირდით და მე წამოვედით საქართველოში გამოფრინდით როგორც კი სკოლას მოჩვით ეგრევე დავკარით ფეხი წამოვედით მაგამდე იმას ვიტყვი რომ მან ლას-ვეგასში ძალიან ბევრი სამუშაო ქონდა სამსახური ვიშოვეთ რა ჩვენ როცა ვსწავლდით წყალბურთი მარტო სავარჯიშო კვირაში 3 ხონდა ვარჯიშის წყალბურთზე ხომ და როცა თავისუფალი დრო ქონდა ხომ ხან რაღაცა გარაჟებს წმინდავდით ხომ ვიღაცების სახლში აუ ერთ გახსოვს რაღაც მოხუზი ყავს გარაჟი რამდენი ნაგავი ეყარა ტიპს გარაჟი აი დილით 8 საათზე მე და საღამოს 6 საათზე წამოვით იმდენი ნაგავი ეყარა ტიპს გარაჟში გადავყავართ თან საათში ვიყიდე $10 მაღაზიაში მე და ამას უფასო ის იყო სამსახური. უფასო სამსახური. ნუ მაშინ მაგარი იყო, ხა ვითვლით გახსოვს გეგმა გოლი რა ქონა ხოლმე? რომ გუჩის მაღაზიაში წავდით შემთხვევით და ადრე ვიღაცამ წავიყვანოთ და ჩანთა მოგოწონ და ჩვენისთვის. და გავუკითხე რა ღირს მეთქი და ამათთან მეთქეს $3,200-იო და მე და მათ $10 ჩამოწერეთ რამდენი საათი გვემუშავა. გახსოვს მაზე ვიჯექით რა ქვია. დივანზე ვიჯექით ეხაც მახსოვს ხო და წერდით რამდენი თვე დაგჭირდებოდა იმისთვის რომ აგვეგროვებინა ეს ფული რომ გვეყიდა გუჩის ჩანთა და ჩვენისთვის და აი მთელი ის ქონდა არ ვიცი ფოტოები გვაქვს თუ არა ამაზე მაგრამ ჩვენ თემა აუცილებლად ავწვით და ეგ იყო ჩამოწერეთ გეგმა ჩამოწერეთ თუ რამდენი ხანი გვემუშავა რამდენი საათი რამდენი დღე თვე და ნუ მოკლედ გამოგვიდა ესე რომ 3 თვე ნახევარი გვემუშავა რომ $4,000-მდე აგვეკრიბა რა არა მაგალითად მოგონებები იყო კაი იყო თან ის იყო რომ მაგიზე კიდე მე კოლეჯის სტუდენტებმა დაგვიქირა რომ რაღაცა პროექტი დასაწებებელი ქონათ რაღაცები 3D პროექტი რა დაუნთაუნ ლას-ვეგას ნუ მოკლედ ბევრი რაღაცა საიდ გიგი გავაკეთეთ რა ბევრი რაღაცა ისეთი სხვა ტიპის სასახური გავაკეთეთ რაც არ ვიცოდით მაგრამ ყველაფერი გამოცდილება იყო რა აი დალაგება გინდა რაღაცა პატარა პროექტებზე მუშაობა გინდა ანუ ნებისმიერ რამე იყო ლეჯბი უბრალოდ ლეჯბი ფული მოეცა ჩვენთვის რა ეგრე ვიყავით ყველაფერი ვიქნებოდით რა კიდე გახსოვს კი ყვავილების ვენიუზაც ვიმუშავეთ რაღაც დიზაინერებაზეც ვიმუშავეთ ბევრად დამხმარებათ ასე ხა ჩვენ დიზაინერებს მაშინ არაფერი არ ვიცოდით მას ვსწავლობდით ყველაფერს რომ უყოლით ხალხს და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ გამოცდილებით ძალიან ბევრი დეტალი ვისწავლეთ დავაყრით ხალხს როგორ იქცეოდა ერთმანეთს როგორ ხდებოდა ბიზნესი ისა ესა და ანუ ერთ-ერთი კიდე რა იყო ნახოს მე ვეგაში ვცხოვრობ იუტაში წავედით სამუშაოდ წავედით ერთი კვირა წავედით სამუშაოდ ხეებს ხეხავდით და წავედით ხეებს რომ სასტუმროსიც უნდა ფიცრები
და მოკლედ ანუ მორალი რა არის ამ ყველაფერს რა იმიტომ გეუბნებით ამ ყველაფერს რაღაც რაღაც ჩვენზე სვად რო იგზოთ თავი რაღაც ეგრე არ არის ჩვენი მიზანი უბრალოდ იმიტომ გეუბნებით ჩვენ რომ ვინც აპეებს სიტყვაზე ამერიკაში ჩამოსვას და ანუ თუნდაც სიტყვაზე ამერიკაში არ ჩამოდიოდი მაგრამ ანუ უბრალოდ შესაძლებლობა გააქვს იმის რომ წავხვიდე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები გამოცადო ხო აქედან ანუ აუცილებლად გააკეთე უარი არასდროს არ თქვენ მით უმეტეს რაღაც აი თუ ხარ ძალიან პატარა ასაკში რაღაც 14-დან რაღაც 18-19 ასაკში თუ ხარ აუცილებლად გამოცადე ეს ყველაფერი იმიტომ არასდროს არ იცი რა შეიძლება შეგიყვარეს ამ მომენტში და გააწყვეტე რომ მაგ ინდუსტრიას გაყვე და მაქედან მე დიდი ფული იშოვო საწუხარო ჩვენთვის ეგ რაც გავაკეთეთ არც ერთი ინდუსტრია არ იყო ისეთი რაღაც შეყვარებულები ყოფილიყავით ამ ინდუსტრიაზე მაგრამ უბრალოდ გამოსწრება მოგცა და ზოგადი განათლება გაგვაჩნია ხა სიტყვაზე რაღაცა ფიცრების გახეხვაზე მაგათი დაწვაზე პროექტების გაკეთებაზე დაწმენდვაზე გინდა ყველაფერი მოკლედ ანუ ბევრი გამოსწრება მივიღეთ ამ ყველაფერიდან რა და ვეგაში ეგ იყო ეგ პატარა 6 თვიანი მონაკვეთი რაც ჰქონდა აი ამ 6 თვიანი მონაკვეთის განმავლობაში საქართველოში წავიდებით ეს ყველაფერი გამოვცადეთ ძალიან კარგი დრო გავატარეთ ანუ არ ვიტყვი იმას რაღაც ძალიან ისეთი ცუდი დრო იყო წყალბურთებს თამაშობდით დავდივით ტურნირებზე სკოლაში სწავლობდით გვეხმარებოდნენ რომ ანუ კლასები გადაგველახა ესა ისე და უბრალოდ მე მომენტში ანუ შემემთხვა ძალიან ცუდი რაღაც ინციდენტი ჩემი წყალბურთის გუნდში ანუ რაღაცა ხიპის შესავით მომივიდა და ამის გამო ანუ კლუბის დატოვა მომიწია რა თქმა უნდა ეხა მე რო დავტოვე კლუბი შაკოც აღარ გაჩერდებოდა მან და წამოყვა მეც საქართველოში რო წამოვეთ ეს იყო დაახლოებით 2019 წლის 2018 წლის ის იყო რა ქვია მაისში წამოვედი 2018 წლის ზაფხული იყო ხო მთელი ზაფხული საქართველოში გავატარეთ ანუ შაკო კოლეჯში ჩაირიცხა ყველაფერი ანუ იმიტომ რომ მე ანუ ამას კოლეჯმა მიიღო წყალბურთის მხრივ და მოუწე კალიფორნიაში წასვლა და მე ანუ გეგმა არ ვიცი რა მქონა უბრალოდ ერთადერთი ის ვიცოდი რომ საქართველოში არ მინდოდა დარჩენა მაგ მომენტში იმიტომ რომ არ მინდოდა ეგრეთ წოდებოდა ანუ დავნებებოდი ანუ ამ ამერიკულ ცხოვრებას იმის გამო ანუ არ მინდოდა რომ როგორ თქვა ლაჩად გამოჩენილიყავი რა რაღაცა მოუვიდა და ანუ მორჩა წავიდა საქართველოში დანებდა აქაურ ცხოვრების სტილზე გამოყევი ამას შაკოს და მე ისე შევძელით რომ რაღაცნაირად ჩავირიცხე მეც სკოლაში ჯერ თავიდან ისე მოხდა რომ ვეგაში მომიწია ისე წამოსვამ ძველ სკოლაში არ ჩაიწყო გავრისკეთ და წამოხოდი ისე რომ სკოლაში ჩაიცხული არ და ისე ჩამოვედი აქ ემიგრაციის საზღვარგარეთმაზე ისე შემოვედი რომ ეკითხათ რომ სკოლაში ვიყავ და მე გავეყვანე გვერდზე ოთახში ვინც დადიხართ ამერიკაში კაგათი ძრა ოთახსაც ვლაპარაკობ იმ ოთახში რომ გავეყვანე და რომ დაერეკა სკოლას და გადაემოწმებინათ ხო ანუ შეიძლება უკვე გავეშ საქართველოში იმიტომ რომ ანუ არ ვიყავი ჩარიცხული ოფიციალურად სკოლაში და იმიტომ რომ სკოლამაც გააუქმა შენ ეს აღარ სწავლობ ჩვენთან აღარ დაუგმე პასუხი რომ ჩამოვდიოდი თუ რა და აუთა გააუქმეს და ისე ჩამოვიდა გიორგი ისე გარისკი ჩამოვიყვანეთ რომ ან შემოეშვათ ან არ შემოეშვათ ეგ მაშინ არ ვიცოდი თორე არ გავარკვევით ყველაფერს თავისთავად მაგრამ ეგ მერე გავარკვევით ყველაფერი და როგორ ხდებოდა რა ხო და ეგრე იყო ეხა ისიც გამახსენდა და აი ანუ იმ დონეზე ვიყავით მაშინ იმეილის ჩემი იმეილი მე მგონი არც გამაშდა ანუ იმეილის წერაც კი არ ვიცოდი და მახსოვს თბილისში საქართველოში აი რო ვიჯექი ბესედკას რასაც ვეძახით მაქედან წერდი სკოლის სასწავლო ნაწილს რაღაცა აი როგორც აი სლენგი ენით წერდი ან როგორ აი უხეში ენით წერდი ანუ როგორ ყველა შემეგობას ლაპარაკები ხო ანუ იმეილს როცა წერ ანუ ეგ არის ოფიციალური ფორმა ამერიკაში ანუ ეგ არის როგორც აი ოფიციალური მიმართვა ადამიანის ან კორპორაციის ხარ სიტყვაზე რა და მაშინ ანუ წერდი რაღაცა შემოკლებული ასოებით და რაღაცა აი ძალიან აგდებულად წერდა ანუ წეღარო ვიყავ სკოლაში ეგ გავიხსენე ზუსტად რომ მეთქი რასასაცილო იყო მეთქი მაშინ ანუ ენაც კი არ ვიცოდი მეთქი მე ისე მოხდა რომ ვეგაში რომ წამოვედი და ძალიან ცუდ ოჯახში მივედი რაღაც საერთოდ არ მომეწონა იქაური სიტუაცია და მოკლედ ეგეთი თემა იყო ძალიან ლიმიტირებულებიც ვიყავით რაღაც პონჩი ეგეც უნდა თქვა რომ ანუ ესენი არაფერს არ ვაყავდნენ ყველანაირ ვეხმარებოდნენ უბრალოდ მაინც ანუ ლიმიტები ვიყავით ანუ თავისუფლება არ გქონდა სამით რომ გავსულიყავით რაღაც ვეკეთებინა ჩვენ პონჩი მაგრამ ყველანაირ ვეხმარებოდნენ საერთოდ ხო მაგრამ ეხლა რო უკვე ვერ იტყვი ეგრეს ანუ მე ეხლა სიტყვაზე ეგრე რო უყურები უკვე უფრო ვაფასებ მაგას ვიდრე რომ ანუ ეს აშობლად ყოფილიყავით რა ეხლა პასუხისგებლობა ქონა ჩვენზე მაგ ხალხს აღებული ხა და რამე რომ მოგცოდა მაგაზე იყო ყველა თავისთავად ხო და ამიტომაც ვინც ვიყურებ და ხართ რაღაც host family-ში და რაღაც სიტყვაზე ლიმიტაციას გაძლევს სიტყვაზე ღამე გასვლაზე ან რაღაცა ადგილების წასვლაზე ანუ არ გაბრაზდეთ ამ ყველაფერზე დამინჯერეთ ამ ყველაფერს აკეთებენ თქვენი უსაფრთხოების და თქვენ სასარგებლო და არა იმისთვის რომ რაღაცა თქვენ წინააღმდეგ არიან. დამეჯერეთ ჩვენც რო ეგეთ ასაკში ვიყავით, ჩვენც ეგრევე ვფიქრობდით რომ რაღაცა ვეზიძღებით ამათ და ესე და ძალიან სხვანაირი ის ქონდა მენტალიტეტი რა, მაგრამ რაც უფრო გავიზარდე და რაც უფრო აქაურ ცხოვრებას მოვერგეთ, ანუ მით უფრო ხვდებით რომ როგორ მნიშვნელოვანი არის რომ ანუ ეს ხალხი ჩვენ გვეუბნებოდა რომ ჩვენი უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და არა თავიანთთვის რაღაცა რომ ისეთი ყოფილიყვნენ. და ამიტომაც ანუ შეიძლება კი ითქვას ეგრე, მაგრამ იმასაც ვერ დავხუჭავ თვალს რომ რამდენად
ზედ გადაყურენ ეს ხალხი და რამდენად რაღაცა ტარება იყო, რაღაცაზე ფულს გადახდა იყო, ჩვენ დახმარება იყო ყველაფერი. ტურნირებზე ზახსოვს, ყველა ტურნირზე წყალბურთზე ყველაფერი გადაფარულია. კი, სასტუმროები გინდა, ეს გინდა ყველაფერი ამ ხალხმა დაფარეს და ამით ჩვენი კვება სკოლაში არაფერს ავიხდით მაგაში. კი, ჩვენ ერთ სემესტრს სულდელა დავფარეთ მარტო. კი, და ეგ არის რა, ანუ რაღაცის ხო მაქროაც გაგვიმართო ძალიან კარგი ოჯახი შეხვდა, ოჯახები უფრო სწორედ რომ ძალიან კარგი ოჯახები შეხვდა და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. დღესდღეობით ველაპარაკებით ამ ოჯახებს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და როცა ამი გვჭირდება ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. და ამიტომაც დავუბრუნეთ ახლა იმ მომენტს, როცა მე ვეგაში ვიყავი ერთი დღე, ანუ ისეთი რაღაცა მოხდა, რომ მოგეთ რო ჩამოვედი საქართველოსთან, ხო გამომიშვეს საზღვარზე ყველაფერი, წავედით პირები კალიფორნიაში. მაგრამ ისე მოხდა მე რომ მე მომიწია წამოსვა ვეგაში, ანუ სკოლაში მაინც ისე დაბრუნებასავით მომიწიებდი, რომ ვერაფერი ვერ მახეთ რა. და დედასწაო რო ჩამოვედი პირველ დროს რაღაცა რანჩოზე წამიყვანეს, რაღაცა ოთახში შემაგდეს და არ მესიამონა და ძალიან სულად ვიყავი რა და იმ დღეს ამას დავვრეკე უთხარ მეთქე რამენად და წამოვიდე უკან მეთქე მე აქ გამჩერებელი არ ვარ. მთელი დღე ველოდე ანუ საღამოს ოთახიდან არც გავსვა. მთელი დღე აი ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ძალიან სახში რო შევედი რაღაცა Coca-Cola, Pepsi რაღაცის ისინი ნიშნები, ანუ ეს როგორც უხეშად ნაკები ეკიდა, უხეშად ვიტყვი რა, ანუ ეს ნიშნები იყო, ანუ სასურსათო ნიშნები იყო. ვენდინგის მანქანები იყო, რაღაც ძალიან აი უკვე ძალიან უცნაური, არ მომეწონა, მან ჩემი თავი ვერ დავინახე. და ეგრევე ანუ მეთქი всё, მოვდივარ მეთქი აქედან მეთქი და ჩამოფრინდი უკან კალიფორნიაში. მაგრამ კალიფორნიაში ჩამოფრინდი მე კიდე სხვა ისტორია იწყება, სხვა თავგადასავალი იწყება. ამიტომაც ამ თავგადასავალს მომავალ ვიდეოში გააგებინებთ, ეს ნელა გაგიხსენებთ ჩვენს საიდუმლოებს. დროებით